თანამედროვე რუსეთის ისტორიაში პირველად კრემლი თავისივე სახელმწიფო ბანკის თანამშრომლებს ათავისუფლებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტოა. ჩვენ საუბრობთ სახელმწიფო გამდიდრების ბანკზე, იმ ინსტიტუტზე, რომელიც 38 მილიონი რუსის საპენსიო თანხებს ინახავს. და ეს არის ყველაზე დაცული დამსაქმებელი მთელ ქვეყანაში. და როგორ ფიქრობთ? ამ კვირაში პუტინმა მას უბრძანა, რომ თანამშრომლების 15% გაათავისუფლოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკაში რაღაც ისე მძიმე დინგრევა, რომ კრემლი ვეღარ ახერხებს მის დამალვას. და გათავისუფლებები მხოლოდ ზედაპირზე ჩანს. ეხლა რუსეთი ყოველდღიურად უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეუძლია ახალი მოიზიდოს. პუტინის თანაშემწეები ახლა იძულებითი შრომის პოლიტიკას სთავაზობენ. პირდაპირ 1950-იანი წლების საბჭოთა სახელმძღვანელოებიდან. და რა თქმა უნდა, სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ და ამას ხუმრობით არ ვამბობ, რუსებმა ეხლა ყველაზე ცუდი ამბავი მიიღეს. რუსეთში არა ეს ფასები ცა შეადის. ერთადერთი რამ, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა რუსულ კრიზისში იაფირჩებოდა, ეხლა კონტროლიდან გამოდის. და ამ ყველაფრის ფონზე გამოიცანით, რას აკეთებს პუტინი. ის პრობლემების გადაჭრას არ ცდილობს, არამედ სანქტ-პეტერბურგში ატარებს თავის ალდაოს, კანდას ოუენსთან, ენდრუ თეითთან და მის პატარა ძმასთან ერთად. ეს ყველაფერი გეუბნებათ, როგორ მიდის რუსეთის ეკონომიკა, რადგან პუტინი ცდილობს ასეთი მსოფლიო დონის ეკონომისტებით წვეულების მოწყობას. და უკრაინამ ეს წვეულება ჩაშალა დრონით დარტყმით, რომელიც ქალაქს მაშინ მოხვდა, როცა ფორუმი მიმდინარეობდა. ამ ვიდეოში მინდა აგიხსნათ, რა ხდება რეალურად რუსეთის ეკონომიკაში და რატომ იმართავს პუტინი ისეთ პოლიტიკას, რომელსაც დასავლელი ანალიტიკოსების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ის არასდროს გამოიყენებდა. და რა თქმა უნდა, როგორ მიაყენა უკრაინამ ამ ომის განმავლობაში ყველაზე ზუსტად დროში გათვლილი დამამცირებელი დარტყმა. მაგრამ სანამ ამ სამიტს, ამ ყალბ დავოსის წვეულებას, რომელსაც პუტინი აწყობს, განვიხილავდეთ. მოდით დავიწყოთ მათემატიკით, რომელიც ხსნის, რატომ იყო ეს მასობრივი გათავისუფლებები საკმაოდ გარდაუვალი. ხედავთ, რუსეთის სახელმწიფო ფულს მასიურად კარგავს. და ამის მიზეზი ისაა, რასაც კრემლი ჯერ კიდევ ხმამაღლად მას არ აპირებს. რუსეთი ყოველდღიურად 1000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს. და ეს რიცხვი ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის უცვლელია. და როცა ამას ვამბობ, არ ხუმრობ. ეხლა თითქმის ყველა თანხდება, რომ ეს მდგომარეობა მდგრადი არ არის. მოусმინეთ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუპს. ასე რომ, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც უკრაინელები თვეში დაახლოებით 35,000 რუს ჯარისკაცს ანადგურებენ. რუსებს არ შეუძლიათ იმდენი ჯარისკაცის აყვანა, რამდენსაც ისინი კარგავენ. ამას გარდა უკრაინა რუსეთში უფრო მეტ დრონსა და რაკეტას უშვებს, ვიდრე პირიქით. აპრილის თვეში პირველად მოხდა ის, რომ უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა. თუ გსურთ, საბოლოო სტატისტიკურად შეჯამება, ომის პოპულარობა ახლა რუსეთში 50%-ზე დაბალია. ამის ორი მიზეზია. უკრაინას შეუძლია მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგის რბურგამდეც მიაღწიოს დარტყმებით და მეორე მხრივ რუსებს მოუწიათ ინტერნეტის, ტელეგრამსა და მისა და WhatsApp-ის დახურვა. ამიტომ ვფიქრობ, ვითარება იცვლება და უკრაინა რუსეთზე ზემოთ დგას. ეხლა რომ განმარტო, ეს 1000 რიცხვი მოიცავს როგორც მოგლულებს, ასევე დაჭრილებს. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი დაჭრილი ჯარისკაცი გამოჯამრთელდება და ისევ დაბრუნდება ფრონტის ხაზზე. მაგრამ მაინც მათემატიკური ამოცანა არ მარტივდება, რადგან უნდა შევხედოთ განტოლების მეორე მხარესაც. რუსეთი ამჟამად ყოველთვე დაახლოებით 30,000 ახალ ჯარისკაცს იბირებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი რეალურად უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე იბირებენ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მცირეა, თვეების განმავლობაში მუდმივად იზრდება. და სწორედ ამიტომ მცირდება არმია და რუსეთი პოზიციებს კარგავს ფრონტის ხაზზე. სინამდვილეში მათ ბოლო 2 თვის განმავლობაში მუდმივად პოზიციები დაკარგეს. და ეს ყველაფერი უფრო გასაგები გახდება, როცა რეკრუტირების მაჩვენებლებს გადავხედავთ. 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთში რეკრუტირება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ეს ვარდნა კიდევ უფრო ჩქარდება. ეს ნიშნავს, რომ რეკრუტირების ტემპი ყოველთვის უფრო და უფრო სწრაფად მცირდება. ამის მიზეზი კი საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში რუსებმა დაიწყეს იმის გაგება, რა ხდება სინამდვილეში, როცა კონტრაქტს აწერენ ხელს. მათ იციან, რომ რუსი მეთაურები ატარებენ ამ ეგრეთ წოდებულ სტრატეგიას, რომელსაც ხორცის ტალღის იერიშები ქვია, სადაც ისინი რუს ჯარისკაცებს ტალღა-ტალღად აგზავნიან გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებზე. სანამ საკმარისი ჯარისკაცი არ დაიღუპება და ბოლო ტალღა მაინც მიაღწევს წარმატებას. მათემატიკა საკმაოდ მარტივია. რუსი მეთაურები იმედოვნებენ, რომ თუ საკმარისად ბევრ ადამიანს გაგზავნიან, უკრაინელებს ტყვიები ან დრონები გაუთავდებათ. მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინა უფრო სწრაფად ახდენს ინოვაციებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია საკუთარი მოქალაქეების ამოწყვეტა. და ეს ნიშნავს, რომ იმ რუსი ჯარისკაცების გადარჩენის შანსები, რომლებიც ამ ახალ კონტრაქტს აწერენ ხელს, სახარბიელოდ არ გამოიყურება. სინამდვილეში, შეხედეთ ამ ვიდეოს.
აქ ჩვენ ხედავთ რუს ჯარისკაცს, რომელიც ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მას შეუძლია წასვლა ფრონტის ხაზზე და ბონუსებიდან ბევრი ფულის გამომუშავება. და შემდეგ ხედავთ შედეგს, თუ როგორ დასრულდა მისთვის ეს ფრონტის ხაზზე წასვლა. შეხედეთ. ეი, რა კარგი დღეა, სოში წასასვლელად. ეხლა მართლა მინდოდა აქვე ჩამერთო Curb Your Enthusiasm-ის თემა, მაგრამ მგონი თქვენ უკვე მიხვდით სათქმოს. და გამოიცანით რა. რუსი ჯარისკაცები, ან უпростоრად მომავალი რუსი ჯარისკაცებიც იღებენ ამ მესეჯს. და სწორედ ამიტომ არ აწერენ ხელს ამ ფრონტზე შეტევაში მონაწილეობაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. და ეს გვიყვანს მეორე მიზეზთან, რის გამოც რეკრუტირების მაჩვენებლები კოლაპსს განიცდის. ფული, რომელსაც რუსეთი სთავაზობს, მუდმივად უნდა იზრდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ პუტინს ფული აღარ აქვს. ხედავთ ომის დასაწყისში, რომ რუსი მამაკაცი დაეთანხმებინა ერთი სამში სიკვდილის შანსზე, კრემლი მას $20,000 ხელმოწერის ბონუსს უქნევდა ცხვირწინ. ეს ფული ადრე ცხოვრებას ცვლიდა. და ამას გარდა, ბევრი რუსი ფიქრობდა, რომ მათი დაღუპვის შანსი ასე მაღალი არ იყო. ამიტომ ისინი იღებდნენ ბონუსს, რადგან ეს იმდენად დიდი ფულია. და ადარებდნენ მას სიკვდილის შანსს და ფიქრობდნენ, ჰეი, ამ გარიგებას დავთანხმდები. სამწუხაროდ ის $20,000 ჩეკი აღარ ჭრის, რადგან რუბლი დასუსტებულია. ინფლაციამ ყველაფერი შეჭამა რუსეთის სოფლებში და ამას გარდა, რუსებმა დაინახეს, რომ რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. და სწორედ ამიტომ სურთ მათ უფრო დიდი ბონუსი უსი, რომ ასეთ რისკზე წავიდნენ. ეს არის ელემენტარული მოთხოვნა და მიწოდება. ეხლა სამწუხაროდ პუტინს აღარ აქვს საკმარისი ფული, რომ ბონუსები კიდევ უფრო გაზარდოს და მეტი და მეტი რეკრუტი მოიზიდოს. შეხედეთ ამ ანგარიშს. და ეს მოდის რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ახლახან აღიარა გაჟონილ წერილში, რომ 2026 წლის ბიუჯეტი ამ ომზე მინიმუმ $28 მილიარდი გადააჯარბეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ ომზე უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე იმედოვნებდნენ. და ეს $28 მილიარდი ასევე ოპტიმისტური სცენარია, რაც ნიშნავს, რომ თუ ფრონტის ხაზი ასე გაგრძელდება, ეს $28 მილიარდიანი დანაკარგი მხოლოდ წელსვე გაორმაგდება და $56 მილიარდ მიაღწევს. და რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, სამინისტრო ამბობს, რომ თუ ეს ომი გაგრძელდება, იგივე განმეორდება 2027 და 2028 წლებში. ეხლა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს წერილი პირველად თებერვალში გამოქვეყნდა. მას შემდეგ ირანის ომმა ნავთობის ფასები გაზარდა, რამაც რუსეთის შემოსავლებს ოდნავ შეეშველა, მაგრამ არა იმდენად, რამდენსაც რუსეთი იმედოვნებდა. ხედავთ კიდევ რაღაც არის, რასაც ფინანსთა სამინისტრო ალბათ თებერვალში ვერ იწინასწარმეტყველებდა. რუსეთის ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე ზიანი, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, სინამდვილეში დასავლეთის სანქციებიდან არ მოდის. ეს რეალურად მოდის უკრაინიდან და უკრაინული სანქციებიდან. ხედავთ, დასავლეთის სანქციებს წლები სჭირდება, რომ ეკონომიკა დაასუსტოს. ისინი მუშაობენ, მაგრამ ძალიან ნელა. მაგრამ უკრაინული სანქციები ბევრად სწრაფად მოქმედებს. დრონი უბრალოდ ეჯახება ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას და რა ხდება? ეს სანქციები მაშინვე აჩერებს ქარხანას. შესაძლოა კვირებით, შესაძლოა თვეებით, ან კიდევ უფრო დიდხანს. და ყოველი გაჩერებული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ნიშნავს გადამუშავებული ნავთობის ნაკლებ მოცულობას, რომლის გაფიგვაც რუსეთს საზღვარგარეთ შეუძლია. ეს კი ნიშნავს ნაკლებ საგადასახადო შემოსავალს პუტინისთვის. და ეს ნიშნავს მეტ დეფიციტს ქვეყნის შიგნით, მეტ შემცირებას და რა თქმა უნდა, ნაკლებ ჯარისკაცს ფრონტის ხაზზე. აი რატომ ამ წერილში მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრმა არ იცოდა ეს თუ მოხდებოდა, მან იცოდა, რომ რუსეთი ფულს კარგავს. ამიტომ ამ წერილში ის გამოსავალს თავაზობს. ის არ არის ისეთი, ვინც უბრალოდ ცუცუნებს როგორც მე. მას პუტინისთვის და რუსეთის კაბინეტისთვის გამოსავალი ჰქონდა. და მან თქვა, თუ გსურთ ამ ომის გაგრძელება, საჭიროა დაიწყოთ ხარჯების შემცირება მთავრობის სხვა ნაწილებში. და რა მოხდა? ზუსტად ეს ხდება ახლა, დაახლოებით რამდენიმე თვის შემდეგ. ეს გვაბრუნებს იმ სახელმწიფო სექტორში გათავისუფლებებთან, რაზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ. როგორც ადრე ვთქვი, სახელმწიფო განვითარების ბანკში 15%-იანი გათავისუფლებებია. ეს 15-ია. არა ისე ცუდად, როგორც 50%, მაგრამ მაინც საკმაოდ ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სახელმწიფო ბანკია. პუტინი აფინანსებს ხარჯებს. ეს არის პირველი ხილული მტკიცებულება იმისა, რომ ომი ზუსტად გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. და ახლა რუსეთი იწყებს ხარჯების შემცირებას ისეთ ადგილებში, სადაც ადრე ასე არ მოქცეულა. სინამდვილეში ეს არის ის, რასაც ამ ბანკის გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ აღიარა. გონია, რომ ეს შეიძლება შეცდომა იყო. ასე რომ, ამ გენერალურ დირექტორს ყურადღებით დავაკვირდები. ნახოთ, შემთხვევით ფანჯრიდან ხომ არ გადმოვარდება, მაგრამ აი რა თქვა მან. მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, როცა ამ შემცირებას გამოაცხადა. მან თქვა, რომ ისინი ამ შემცირებას აკეთებენ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კრემლისგან იყო დაკვეთილი. მან ასევე თქვა, რომ მომავალ წელს ელიან, რომ შემცირებები ბანკების შვილობილ კომპანიებსაც შეეხება. ეხლა ეს მხოლოდ მთავარ ბანკს ეხება, მაგრამ მომავალ წელს ეს დაიწყებს გავლენას სხვა კომპანიებზეც, რომლებიც ბანკის დაქვემდებარებაში არიან.
ეხლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში, რადგან ეს ალბათ ყველაზე დაცული ინსტიტუტია, როცა საქმე თანამშრომლების გათავისუფლებას ეხება. იცით, ეს სახელმწიფო ბანკია, ის რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია. და დარწმუნებული ვარ, პუტინს არ უნდა რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ხალხმა დაიწყოს ფიქრი იმაზე, საიდან მიიღებენ ხელფასს. და სწორედ ამიტომ გვიჩვენებს ეს, რამდენად მძიმე ხდება სიტუაცია რუსეთის შიგნით. და ამას გარდა პოლიტიკა ხშირად კარგი გზაა იმის გასაგებად, რა ხდება კულისებს მიღმა, რასაც მთავრობა საჯაროდ არ აღიარებს. და ეს არ არის მხოლოდ რუსეთისთვის დამახასიათებელი რამ. იგივე ლოგიკის გამოყენება შეგიძლიათ აქ, შეერთებულ შტატებში, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რას აკეთებს მთავრობა, ვიდრე უბრალოდ მოусმინოთ, რას ამბობენ ისინი. აქ მინდა კიდევ ერთ პოლიტიკაზე ვისაუბრო, რომელსაც პუტინთან დაახლოებული ადამიანები რუსეთში განიხილავენ. შეხედეთ, ეს წინადადება პუტინის მრჩევლისგან მოდის. ამიტომ ეს ადამიანი პუტინს პირდაპირ ეკონომიკურ საკითხებზე აძლევს რჩევებს. და ის ამბობს, რომ ნებისმიერი რუსი სტუდენტი, რომელიც იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, ვალდებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთავრობისთვის უფასოდ იმუშაოს. ფაქტობრივად, ეს არის გზა, რომლითაც სტუდენტი სტიპენდიის სანაცვლოდ სახელმწიფოს უხდის. და თუ უარსიტყვი, მხოლოდ სტიპენდიას არ აბრუნებ. სტიპენდია კი არა, რეალურად გიწევს სტიპენდიის თანხის სამმაგი დაბრუნება და დამატებით ჯარიმის გადახდაც იმის გამო, რომ უარი თქვი. ეხლა მე მათემატიკაში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ვარაუდობ, რომ სტიპენდიის თანხის სამმაგი დაბრუნება უკვე თავისთავად ჯარიმაა. მაგრამ არა, ამ კაცის თქმით, ამას დამატებით კიდევ ჯარიმაც უნდა გადაიხადო. უბრალოდ წარმოიდგინე, რამდენად აბსურდულია ეს. ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტიპენდიის არსი ისაა, რომ განათლებულმა ადამიანებმა ეს განათლება გამოიყენონ და მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო მაღალი გადასახადებით დაუბრუნონ სახელმწიფოს ან საზოგადოებას. ეს არის საჯარო განათლების მთელი არსი. მაგრამ ეხლა პუტინი ამბობს, არა, ჩვენ რეალურად გვინდა შრომა წინასწარ და ახლობებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირში ხდებოდა. და ამას გარდა თუ უარს იტყვით უფასო შრომაზე, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? ამისთვის დაგსჯიან ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემთვის ეს უბრალოდ სავალდებულო გაწვევას გავს, ოღონდ დამატებითი ნაბიჯებით. და ეს იმ ტიპის პოლიტიკაა, რომელსაც მაშინ მიმართავ, როცა ნამდვილად აღარ გაქვს სხვა არჩევანი. ასე რომ იფიქრებდით, ესე დროს პუტინი თავის ენერგიას და რა თქმა უნდა დროს მოახმარდა იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც რუსებს აქვთ, სწორად ამას არ აკეთებს, მაგრამ წვეულებას მართავს. ასე რომ გარკვეულთილად ის რუს ცარს გავს. ამ კვირაში პუტინი მასპინძლობს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს. ეს თითქოს რუსეთის პასუხია დავოსზე. ორიგინალი დავოსი, რომელიც არის მსოფლიო ლიდერებისა და ეკონომისტების ყოველწლიური შეკრება შვეიცარიაში. 2022 წლიდან აღარ იწვევს რუსეთს, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ამიტომ პუტინმა გადათქვიტა თავისი ვერსია შეექმნა. ეს უკვე საკმარისად უხერხულია. თუ წეულებაზე ვერ შედიხარ, ცდილობ სხვა წეულება მოაწყო, უბრალოდ რომ შეეჯიბრო მას. მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, რადგან დავოსის მსგავსად, მსოფლიო დონის ეკონომისტების მოწვევის ნაცვლად, პუტინი იწვევს ისეთ ადამიანებს, რომელთა შესახებაც შეიძლება გსმენიათ. ესენი ჩვენი საზოგადოების ელიტარული მოაზროვნეები არიან. ადამიანები როგორიცაა კენდას ოუენსი, ენდრუ თეიტი და რა თქმა უნდა მისი პატარა ძმა. არ ხუმრობ, ეს რეალურად ხდება. თუ რომელიმეს მათგანთაგან მიყვებით და არ ვიცი რატო უნდა მიყვებოდეთ, იცით რომ ისინი ახლა რუსეთში არიან, რადგან ეს ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომ იქ უნდა წავიდნენ და რა თქმა უნდა რუსულ ეკონომიკას დაეხმარონ რჩევებით, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა შემდეგ. ეხლა სამწუხაროდ საქმეები ზუსტად ისე არ მიდის, როგორც პუტინს სურს. ჯერ კიდევ ამ სამიტის დაწყებამდე რუსი სამხედრო ბლოგერები უკვე გაბრაზებულები იყვნენ იმაზე, რასაც პუტინი ცდილობდა. ისინი ძალიან აშკარა კითხვებს სვამდნენ. თუ ეკონომიკა ასე ცუდად არის, რატომ ვაწყობ წეულებას ეკონომიკის აღსანიშნავად? და რატო ვიწვევთ ამ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს გავლენა იმაზე თუ როგორ წავა საქმე რუსეთში მომავალში? მოусმინეთ. ეს პირდაპირ რუსი ომის ბლოგერისგან მოდის. იცი ფაქტი, რომ ისინი სანქტ-პეტერბურგს უტევენ. ეს უბრალოდ მისალმებაა ყველა იმ ნაბიჯვართან SPI-ში. ეკონომიკა, ფორუმი. სილამაზე ტრალა. და ნება მომეცით პირდაპირ დითხრათ, სულელად ყოფნა შენი ბედიო. ისინი უბრალოდ განაგრძობენ მის გამოცდას. სავარაუდოდ იმ მომენტამდე სანამ ყველა ჩვენგანს არ მოგკლავენ. ღმერთის გულისტრის. რა ტიპის ეკონომიკაზე ხართ საერთოდ შეკრებილები, რომ ილაპარაკოთ? ჩვენ რეფორმები გვჭირდება. ჯანდაბა. დასრულდა ყველაფერი. დროა კურსი შევცვალოთ. საზღვრები უნდა დავხუროთ. და რეალურად რა შეგვიძლია გავაკეთოთ? არაფერი. ჩვენ მხოლოდ ნავთობის, გაზისა და ხის მასალის გაყიდვა შეგვიძლია. ეს არის ყველაფერი. ჩინელები რას გვაძლევენ საერთოდ? ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი. და ისიც ნაგავია. უკვე ყველაფერი აითვისეს სიბირეში. სრული კატასტროფაა დედა შეეცი. რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ეშმაკებივით? ხალხი სულ უფრო და უფრო ღარიბდება. ეკონომიკა ინგრევა. რას ლაპარაკობიქით, რას ბოდავ? ზრდა გქონდა, აღარც არაფერია გასაზრდელი. ყველაფერი იხურება.
რაც ცარიელია დარჩენილი, მიდით, იქირავეთ. ეს არის ყველაფერი, რაც მოხდა. აი მთელი თქვენი გამოსვლა თქვენთვის ნაბიჯურებო. გააგრძელეთ უფრო ძლიერად ბარტკუნი პეტერბურგში. იქნებ კვამსაც გაფანტავს, ნაბიჯურებო. Ты мог, сука, ёбаный в рот, блядь. შემდეგ, რა თქმა უნდა, 2 ივნისის ღამეს, ანუ სულ 1 დღის წინ, რუსეთმა ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, რაკეტები და დრონები დააცხრა. სინამდვილეში ყველაზე მძიმედ კიევი დაზარალდა. 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და 130 ადამიანი დაშავდა მთელ უკრაინაში. ეხლა მინდა ცოტა ხნით შევჩერდე და უკრაინულ საკითხებზე ვისაუბრო, რადგან ამ არხზე ბევრ დროს უთმობთ უკრაინულ მოვლენებს, მაგრამ ამ ომში არსებობს ასპექტები ან ფრონტები, სადაც უკრაინა სირთულეებს აწყდება. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა. უკრაინას უბრალოდ არ აქვს პატრიოტის ბატარეები ან პატრიოტის რაკეტები. ან უკრაინას არ ყოფნის საკმარისი რაოდენობა, რომ შეაჩეროს ყველა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც რუსეთი ძალიან ხშირად უშვებს. და სწორედ ამიტომ სთხოვენ ისინი ხშირად შეერთებულ შტატებს. მათ საჯარო წერილი მისწერეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პენტაგონს, კონგრესს, ყველას. მაგრამ სამწუხაროდ ირანის ომის გამო თავად აშშ-საც აქვს გარკვეული პრობლემები პატრიოტის რაკეტებისა და პატრიოტის ბატარეების მიწოდებაში, რაც დიდ პრობლემას ქმნის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მაგრამ საბედნიეროდ უკრაინას აქვს საშუალება უპასუხოს. ეს აღარ არის 2022 წელი, როცა უკრაინას უბრალოდ უწევდა რუსული ტერორისტული თავდასხმების ატანა. ეხლა მათ რეალურად შეუძლიათ პასუხის გაცემა. მათ აქვს საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი დრონები. აქვს საკუთარი ბალისტიკური რაკეტები. და ამას გარდა რუსეთისგან განსხვავებით, მათ აქვს ძალიან ზუსტი დროის შეგრძნება. და უკრაინამ უპასუხა იმით, რასაც შეიძლება არ ელოდით. იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი ემზადებოდა უცხოელი მაღალჩინოსნებისთვის სიტყვით გამოსასვლელად თავის ყალბწვეულებაზე სანქტ-პეტერბურგში, უკრაინამ სწორედ ამ ქალაქს დაარტყა. მაგრამ ვლადიმერ პუტინისგან განსხვავებით, უკრაინამ სამოქალაქო ობიექტებს არ შეუტია. მათ დაარტყეს ისეთ რამეს, რაც ძალიან თვალსაჩინოა და პუტინს ზუსტად იქ ადგენს, სადაც ყველაზე მეტად ეთკინება. ალბათ ეს კარგი წინადადება არ არის, მაგრამ მათ დაარტყეს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. ისინი დიდ აფეთქებას ქმნიან და ამასთან ერთად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს აჩერებენ, ასე რომ რუსეთი დიდხანს იტანჯება. შეხედეთ ამ თავდასხმას, რომელიც სულ რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სანამ მე ვწერდი. ეხლა ის კაპკუნი, რასაც ფონზე ისმენთ, რუსული საჰაერო თავდაცვაა, რომელიც ცდილობს და ძირითადად ვერ ახერხებს დარტყმის აღკვეთას. ესენი უნდა იყოს რუსეთის საუკეთესო საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ისინი განლაგებულია ქალაქის გარშემო ზუსტად იმიტომ, რომ ეს პუტინის მშობლიური ქალაქია და აქ იმართება ეს დიდი წვეულება თავარ ქალაქში. მაგრამ სამწუხაროდ, მათ ვერაფერი გააკეთეს უკრაინული დრონების შესაჩერებლად. სინამდვილეში რუსული საჰაერო თავდაცვა ახლა იმდენად ხშირად ვერ მუშაობს, რომ იუწყებიან, კერძო რუსული კომპანიები თავად იარაღდებიან, რათა ეს უკრაინული დრონები ჩამოაგდონ. ეს არის წინადადება, რომლის თქმაც ომის დაწყებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ რუსეთი ახლა ამ მდგომარეობამდე მივიდა. ეს მხოლოდ ჩემი გადაჭარბებული შეფასება არ არის. ამაზე თავად რუსული მედია წერს. შეხედეთ ამ ვიდეოს. გაზეთ ნეზავისი მაია გაზეტას მთავარი სტატია, რომ რუსეთის რეგიონებიდან მსხვილი კომპანიები იარაღდებიან, რათა დაიცვან თავი უკრაინული დრონების თავდასხმებისგან. აქ მოცემულია მოკლე მიმოხილვა იმ პრობლემებისა, რომლებსაც რუსეთი აცხდება. სულ უფრო მეტ რუსულ რეგიონს უწევს უკრაინული თავდასხმების საფასხოდ დამოუკიდებელი ზომების მის მიღება მათი თავიდან ასაცილებლად. რუსეთის ახალი რეგიონები, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები, რომელთა ანექსიასაც რუსეთი აცხადებს, ადგილობრივ ლოგისტიკურ სირთულეებს აცხდებიან ნოვოროსიის გზატკეცილზე თავდასხმების გამო. ხილიმში საწვავის დეფიციტი იზრდება, ზოგიერთი რეგიონი კი ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს თავდასხმებს. ენერგოობიექტების დასაცავად იქმნება ანტიდრონული თავდაცვის დეპარტამენტები და სპეციალური მოხალისე რეზერვისტთა დანაყოფები. და did business დაფიდნენ, რომ მისცემენ უფლებას შეიძინოს მსხვილკალიბრიანი იარაღი თვითდაცვისთვის. რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირი სთავაზობს ინდუსტრიული ობიექტების თავდაცვისთვის გამოყენებული იქნას ელექტრონული ბრძოლის სისტემები და ლაზერები და არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი. ეხლა ეს ვიდეო სავსე იყო ცუდი ამბებით რუსეთისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე ცუდი მაინც არაყის ფასების ზრდაა. ასე რომ, დავაკვირდები, რას გააკეთებს პუტინის შემდეგ, განსაკუთრებით არაყის ფასებთან დაკავშირებით. ჩემი სახელია სემ და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.